გაგრძელდება თუ არა სვანეთში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება პროექტების შეჩერებაზე პრეზიდენტის განცხადებას ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მესტიის გამგეობაში უარყოფენ. როდის ამოქმედება რამდენიმე კილომეტრიანი ტრასა თეთნულზე და რჩება თუ არა მთავრობის პრიორიტეტად სვანეთში ტურიზმის განვითარება. სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა თემით. სვანეთში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა იწყება. რეგიონში ზაფხულში 200 კონტეინერს ელოდებიან. საჭირო მასალებს ქართულ მხარეს ფრანგული კომპანია მიაწვდის. სწორედ საფრანგეთმა გამოყო სათხილამურო კურორტისთვის შეღავათიანი კრედიტი 18 მილიონი ევრო. თეთნულზე სამუშაოს ძირითადი ნაწილი სავარაუდოდ 2015 წელს დასრულდება. დამონტაჟდება 5 ახალი საბაგირო. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ძველი ხელისუფლება მშენებლობის დაწყებას საჭირო გათვლების და გეგმის გარეშე აპირებდა. გეგმა გაწერილი გვაქვს, რაღაც ინფრასტრუქტურა დამთავრდება 14-ში, რაღაც 15-ში, შეიძლება რაღაც 16-ში. არავინ ტემპს იქ არ შეაჩერებს, მაგრამ გაკეთდება და აქ არის საბაგიროებზე საუბარი და ხა ძველი ხელისუფლების გავსვათ რაღაც დავაჩქაროთ და ადამიანის სიცოცხლე საფრთხეს შევქმნათ, ეს ჩვენ არ ვიზამთ. არც ფინანსური პრობლემაა, არც ხელშეკრულების, არც მენეჯმენტის პრობლემა არა. საფრანგეთშიც იმყოფებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები, მთლიანად ეს ყველაფერი დათვალიერებულია, რა მოდის, როგორ, ვინ დააყენებს, ანუ მთლიანად ეს სქემა შემუშავებულია, ველოდებით ამინდებს. ყველა ჩემი ძირითადი პროექტი არის გაჩერებული. სამინისტროს გეგმების შესახებ ინფორმირებული არ არის საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა პროექტის შეჩერების შესახებ განცხადება 2 დღის წინ გააკეთა. ჩვენი საბაგიროები, რომელიც საფრანგეთში პრაქტიკულად უფასო ისეთ კრედიტ მოგცეს, რომ პრაქტიკულად ნაჩუქარი იყო, გაჭერდეს ახლა საფრანგეთში, ჩვენ მთავრობას ის არ მოაქვს. ეს აღარ არის მათი პრიორიტეტი, ერთი წელი რომ დამცლო და ჩამოვიტანდი უკვე ზაფხულში თეთნულზე იქნებოდა ახალი კურორტი და პრაქტიკულად მესტიაში არ იქნებოდა არც ერთი დაუსაქმებელი ადამიანი, არც ერთი ოჯახი შემოსავლის გარეშე. მიმართა სწორ პოლიტიკას, უნდა შესწავლილი იქნეს მიწავისია, დავისი აქამდე ერთი ხელისმომცემით მოსახლეობას მიწებს უართმევდნენ და ხდებოდა ესე უყანონო მშენებლობები. ამ ეტაპზე ესეთი რაღაცა გამორიცხულია და ყველაფერი სანამ შენობა აშენდება, მანამდე დაკანონებული გამოხდეს სახელმწიფოს. კიდევ ერთი განცხადება პრეზიდენტმა ზამთრის სეზონის ჩავარდნასთან დაკავშირებით გააკეთა. ამას ნაწილობრივ ადასტურებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, თუმცა განმარტავენ, რომ მესტიის ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის რამდენიმე წელია საჭირო. მესტიის განვითარება, როგორც სამთო კურორტის 2010 წლიდან მიმდინარეობს და როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, კურორტის სამთო კურორტად ჩამოყალიბებას გარკვეული წლები ჭირდება, რასაც გუდაურის მაგალითით ცხადყოფს. მესტია, თვითონ სვანეთი და როგორც სხვა რეგიონები პრიორიტეტად რჩება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობაში. სვანეთში ამასთან ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. მესტიის გამგებლის ინფორმაციით, სასტუმროებში ადგილების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.